Საუბრობთ ბუდაპეშტში, ჩვენგან მეორე ნაწილში განმშრომლობ თემაზე ვისაუბრებთ, წარმოგიდგენთ ჯერ სტუმრებს, არჩილ თალაკვაძეს, რაზერახსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე, პაატა საბელაშვილი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი პროგრამების მენეჯერი და კოტო რუხაძე, პაციენტთა გაერთიანება ჰეპა პლუსი და ჯიკაბის წარმომადგენელი. დიდი მადლობა, რომ მოდიეთ შეგასრულებთ და თავად ხვდებით თუ რა მნიშვნელოვან თემაზე საუბრობთ. არასამთავრობო ორგანიზაციები იწყებენ აქტიურ კამპანიას C ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომელსაც ჩართული იქნება ფარმაკოლოგიური კომპანიები. მოდით ნახოთ ჯერ სიუჟეტი მაკაცხვედიანის მიერ მომზადებული ამ თემას და შემდეგ გავსაუბროთ სტუდიაში. C ჰეპატიტის დასამარცხებლად სახელმწიფომ აქტიური მუშაობა დაიწყო. კვლევის თანახმად საქართველოში C ჰეპატიტით დაახლოებით 200,000 ადამიანია დაავადებული, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შედარებით უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს 3-წლიანი პროგრამის შემუშავებას. საერთო ჯამში დაახლოებით 47,000 პაციენტს დაჭირდება C ჰეპატიტის სპეციფიური ანტივირუსული, აი სწორედ ის ძვირადღირებული მკურნალობა და ჩვენ დავადგენთ პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმებს, ეგრეთ წოდებულ ინკლუზიის კრიტერიუმებს, თუ 47,000-დან რომელ პაციენტებში უნდა დაიწყოს მკურნალობა პირველ რიგში და როგორ გაფართოვდება ეს მომავალი 3 წლის მანძილზე. C ჰეპატიტი ვირუსული დაავადება, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს. ვირუსის სისხლში შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს. C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი პეგილირებული ინტერფერონი მაღალი ფასის გამო პაციენტთა უდიდესი ნაწილისთვის მიუწვდომელია. C ჰეპატიტის მკურნალობის ეროვნული პროგრამა პირველ რიგში სწორედ წამლის ფასის დაწევას გულისხმობს, რაც ფარმაცევტულ კომპანიებთან აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, რომელშიც 23 ორგანიზაცია, 23 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანებული, თავდაპირველად დაინტერესდა ამ პრობლემით. რამე თუ ჩვენ ძირითადად მიგვეჭდა, რომ ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებლები იყვნენ ძირითადად ამ პრობლემით შეპყრობილი და შესაბამისად სწორედ ამ გზით ხდებოდა დაავადების გავრცელება, მაგრამ ეს პრობლემა როგორც ჩანს არ არის მხოლოდ ინიექციურ ნარკომანიასთან დაკავშირებული და ეს არის ბევრად უფრო ფართო და ბევრად უფრო საშიში დაავადება და გავრცელება მისი არის ბევრად უფრო ფართო. დღესდღეობით რა დისკომფორტი მაქვს, ხა რო გითხათ რომ საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში მაქვს ღვიძლი. ყოველდღე დაღლილობას გქონდა, უიმედობა, იცი რომ ეს სახსრები $15,000 ჯდება მკურნალობა და როგორ შეიძლება მე ჩემ თავზე გადავდო 15,000, როცა ჩემი შვილიც ინფიცირებულია და რა თქმა უნდა პირველ რიგში მას ანუ არც გვექნება ამის საშუალება, მაგრამ რომ მქონდეს არჩევანი, რა თქმა უნდა, ჩემი დადგება, რომ ჯერ მას უმკურნალო. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მსოფლიო ექიმების საფრანგეთის წარმომადგენლები საქართველოში C ჰეპატიტის საწინააღმდეგო კამპანიაში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც მათ ქვეყანაში საქართველოდან სამკურნალო ჩასული დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობამ საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ C ჰეპატიტით დაავადებულები მხოლოდ ინიექციური ნარკოტიკების მომხმარებლები არ არიან და დაავადება ძირითადად ზოგად მოსახლეობაშია გავრცელებული. უკვე 3 წელია საქართველოში C ჰეპატიტის წინააღმდეგ ინტენსიურად ვმუშაობთ. მიზეზი, რის გამოც თქვენს ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა ბედით დავინტერესდით, ის იყო, რომ ჩვენთან პარიზში უამრავი ქართველი ჩამოდიოდა დახმარების სათხოვნელად. ბევრი მათგანი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ნარკოტიკთან შეხება არასდროს ჰქონია. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის თანახმად დაავადებულთა დაახლოებით 22% სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. არავინ არ არის დაცული, იმიტომ ეს არ არის მხოლოდ მომხმარებლებში გადამდები დაავადება, ეს არის მანიკური საშუალებით, ეს არის ჩვეულებრივ კბილის ექიმი, ნემსი. არ არის ხალხი იმდენად ინფორმირებული, თვითონ მეც არ ვიყავი ინფორმირებული მეორდები, იმიტომ რომ მხოლოდ მაშინ როცა მე შემეხო, მე გავხდი ინფორმირებული ამ დაავადების მიმართ. C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სასჯელ აღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობენ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლებიც. ისინი პრობლემის აქტუალურობით 2006 წლიდან დაინტერესდნენ.
საჯარო სამინისტროსთან ერთად ჩვენი ფონდის დახმარებით უკვე შემუშავდა ჰეპატიტის მკურნალობის პრევენციის მკურნალობის პროგრამა. პირველად ფონდმა ყურადღება ჰეპატიტის პროგრამის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა 2004 წელს, როდესაც კვლევა დაიდო, რომლის მიხედვითაც 200,000 ადამიანი იყო ინფიცირებული. არასდროს სახელმწიფო პროგრამები, რომელთაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მკურნალობა ადამიანებისთვის, არასდროს სადაზღვევო პაკეტებით ასევე გათვალისწინებული მკურნალობა და არასდროს და სამწუხაროდ დღემდე არ არსებობს ასევე კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები ამ მიმართულებით. შევეცადეთ, რომ თვითონ სახელმწიფო დაგვეინტერესებინა, სახელმწიფოსთვის დაგვეზიარებინა ეს პრობლემატიკა და გვეჩვენებინა თუ სხვა ქვეყნებში ანალოგიურმა მოქმედებებმა რატო გამოიწვიათ და როგორ გამოიწვია ფასების შემცირება, ანუ ჩვენ თავარ სტრატეგიად ავიღეთ სწორედ ფარმა კომპანიებზე ზემოქმედება და ფასების შემცირება. თავარი აქცენტი ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სამოქალაქო, ასევე სასჯელახსრულების სისტემის შემთხვევაში, კეთდება მედიკამენტების ფასების მაქსიმალურ შემცირებაზე. მიზანი არის 2016 წლისთვის C-ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევა. C-ჰეპატიტის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სასჯელახსრულების სისტემაში დგას. პენიტენციალურ სისტემაში C-ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ფარგლებში უკვე შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც დაავადებული მშავდებულების მკურნალობას ითვალისწინებს. რადგან ჩვენი რეპორტაჟი დასრულდა სწორედ პატიმრების თემით, ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ უპირიანი იქნება, რომ ეს თემა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ მათთვის სრულიად, მე როგორც ის სრულიად უფასო ხდება შესაძლებლობა. აქვე მინდა გავიმეორო სტატისტიკა, რომ 200,000 ინფიცირებული ადამიანი ჩვენ ხელა ქვეყნისთვის, ეს მე მგონი ძალიან დიდი ციფრია და ასევე სრულიად არასასიამოვნო თანხა $15,000 სწორედ სიუჟეტშიც იყო საუბარი და მე მგონი თქვენი შეხვედრა, თქვენი გაერთიანება სწორედ აი ამ თანხის დაკლებას ეძღვრება და რა კი გვანცამეს სწორად დალინკა ასე ვთქვათ თქვენთან, მოდი დავიწყოთ იქნება უფასო სასჯელახსრულების სისტემაში პროექტორი მოგზაურობა ძალიან მოკლედ ვეთქვით, პირველ რიგში მიხარია რომ სხვა შუადღეში, სხვა რეალობით ვართ დღეს მოსული, ვიდრე იყო ამ ინფექციასთან მიმართებაში წინა წლებში. ასევე ხაზს გავუსმომ, რომ თქვენიც ძალიან ცნობილი ჟურნალისტების ჩართულობა და ცნობადობის ამაღლება ამ საკითხზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც ამ პროექტს გეგმავდით, იყო ბევრი კრიტიკა, რატო უნდა იწყებოდეს პროექტი სასჯელახსრულების სისტემაში, როდესაც ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანს სჭირდება მკურნალობა. და დღეს უკვე საბედნიეროდ ამაზე ესე ვთქვათ ცალსახად ყველა ამბობს რომ ამ პროექტის დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატო? იმიტომ რომ პირველ რიგში ინფექციის გავრცელება სასჯელახსრულების სისტემაში სამჯერ აღემატება სამოქალაქო სექტორის მაჩვენებლებს თავისუფლების აღკვეთის პირობებში ადამიანს თეორიული შანსიც კი არ აქვს თვითონ გამოიმუშაონ ამ მკურნალობის თანხა. მეორე და მესამე ეს არის მჟავრდებულები და პატიმრები არის საზოგადოების ნაწილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი მუდმივად არის გაცვლა სამოქალაქო საზოგადოებას და ციხეებს შორის და რა თქმა უნდა ეს არ არის რაღაც კუნძული სადაც ადამიანები არიან გარიყული. ესეთივე უფლებები აქვს ჯანმრთელობაზე როგორც და აქვე უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს უკვე წააგო 4 საქმე რომელიც პრეცედენტული საქმეა ევროსასამართლოში სადაც ევროსასამართლო პირდაპირ ქვეყანას ავალებს რომ ადამიანებს მიაწოდოს ადეკვატური მკურნალობა და სისტემურად მოაგვაროს ეს პრობლემა. წელს პირველად საქართველოს და საქართველოს მთავრობა გამოვიდა თავის მართლების რეჟიმიდან სასამართლოებში, ფორუმებზე, არასამთავრობოებთან, საკუთარ მოქალაქეებთან და თქვა რომ მე ვიწყებ ამ პროგრამის დაფინანსებას. შემუშავდა პროგრამა პირველად სასჯელახსრულების სისტემაში, რომელიც 12,000 ადამიანს გაუკეთებს სამედიცინო გამოკვლევებს, რომ დადგინდეს ამ სინამდვილეში რამდენს აქვს ეს ინფექცია. 5,000 ადამიანს გაუკეთებს ვაქცინაციას B ჰეპატიტზე, რომელიც არანაკლებ სახიფათო ინფექციაა. 3,000 ადამიანს გაუკეთებს სიღრმისეულ გამოკვლევებს, რომ მოემზადონ ისინი მკურნალობისთვის და 500 ადამიანს წელიწადში
უმკურნალებს ისინი ვინც თქვა პირველ წელს ვერ იმკურნალებენ შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე გადავლენ მოლოდინის რეჟიმში. აი თავისმართლების რეჟიმი რო ახსენე, რა იგულისხმებოდა მან ფული არა გვაქვს, იგულისხმებოდა მარტო ძირითადი ამბავი იყო ის, რომ ქვეყანას არ აქვს რესურსები, მართლაც ეს კურნალობა ძალიან ძვირი არის, არაადეკვატურად ძვირი ჩვენი ეკონომიკისთვის, ახლა მოგეხსენებათ 15,000 თუ 18,000 დოლარი, ეს არის სამედიცინო ენაზე კატასტროფული ხარჯი ნებისმიერი შეიარაღებულების და ოჯახისთვის, ანუ ნიშნავს, რომ თქვენ თუ ამ კურნალობას ჩაიტარებთ, თქვენ რჩებით ან ავტომობილის, ან გარაკის, ან ბინის გარეშე. ან დიდი ვალებით. ან ვალებით, რა თქმა უნდა. ან ეს 15,000 დოლარი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ადამიანი განიკურნება? განკურნების მაჩვენებელი საუკეთესო შემთხვევაში არის 80%, ხოლო ზოგიერთ გენოტიპში 60%-მდეც კი ჩამოდის გააჩნია ვირუსის რომელი გენოტიპით არის ადამიანი ინფიცირებული. ახლა კარგი არის ის, რომ მოქალაქეებს უთხრათ ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს, რატომ თქვა ჩვეულებრივ გადასახადის გადახდას რა ასარგებელი აქვს იქიდან თუ პატიმრებს მიეწოდებათ ეს კურნალობა. იმის გარდა რომ თქვა ადამიანის უფლები იქნება დაცული და თქვა ყოველ ბევრ ოჯახს აქვს ჯარდებული და ეცოდინება რომ ეს ადამიანები არ არიან სასიკვდილოდ განწირულები, ამის გარდა ძალიან კონკრეტული სარგებელი არის ის, რომ საჯარო ახსულების სისტემაში ამ პროგრამის დაწყებას მოყვება მთელს ქვეყანაში მკურნალობაზე ფასის კლება, რითაც ისარგებლებს ყველა მოქალაქე, რომელსაც ჭირდება კურნალობა. გარდა ფასის კლებისა, ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც თქვენ მოისმინეთ, თვითონაც გეგმავს, რომ პროგრამა დაიწყოს, ანუ სახელმწიფომ დააფინანსოს ეს კურნალობა და ჯანდაცვის მინისტრმა გააჟღერა უკვე, რომ 2016 წელს ამ კურნალობაზე ხელმისაწვდომობა იქნება უნივერსალური, როგორც დღეს გვაქვს ტუბერკულოზზე უკვე და როგორც დღეს გვაქვს HIV ინფექციაში. მე მინდა რომ ატადაკოტეს ჩავრთო რა საუბარში, იმიტომ რომ შეხედეთ ასაკნევენ ყველაფერში თანახმახართ, მაგრამ თქვენ სექტორზეც მინდა გადმოვიდე, რომ რა ქმედითი რაღაცა დაგეგმილი გაქვს თქვენ მოქმედებები უკვე და არა მხოლოდ საუბრებით არ იფარგლება თქვენი მოღვაწეობა. ხადია, ჩვენ მუდმივად მუშაობთ, დიდი მადლობა უბრალოდ სკოლისა, რომ წელსაც ამ საშვებულებო სეზონშიც მაინც დაუთმეთ ამ თემას საკითხი. ეს 28 ივლისი ვიცით უკვე ყველამ რომ არის ჰეპატიტის მსოფლიო დღე და ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. თქვენ ბოლო საერთო კვირაში ჩაგდეთ ხოლმე. ამღებულობთ თქვენ ამ ფრაზას, იმიტომ რომ ჩვენ ჰეპატიტისთვის ცალკე გადაცემა გვქონდა სამედიცინო ექიმებით მოწვეული მიძღვნილი და ბატონო და ყოველ წელს ამ კამპანიასაც აქტიურობა დაემთხვა ჩვენ ბოლო კვირას. აშუქებთ და ეს ძალიან კარგია, ნამდვილად მისასალმებელია. თქვენ ახსენეთ რომ მარტო ფული იყო დაუშვათო თავისმართლების მიზეზი, ასეც არ იყო. უბრალოდ ჰეპატიტზე იყო შექმნილი ესეთი შტაბ-ჭრილება, რომ არის მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული პრობლემა, რომ ეს იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა, ვინც მიდიოდა ამ რისკზე შეგნებულად. ჩვენ ზუსტად მაგიტომ დავიწყეთ ეს კამპანია, რომ ჯერ ერთი ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ კი მას არ აძლევს სუფთა საინექციო საშუალებას, ეს სახელმწიფოს მოვალეობა უნდა იყოს და ინფორმაციას არ აძლევ, ის ბუნებრივია დაინფიცირდება, ხო, მაგრამ მეორე აღმოჩნდა, რომ საქართველოში არის ზოგადმოსახლეობაში ეს კონცენტრირებული ეს ეპიდემია და არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებში. ისინი სინამდვილეში ძალიან ცოტა ნაწილს შეადგენენ მთელი ამ მოსახლეობის, ვინც ცხოვრობს ამ ვირუსით. და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენ ზუსტად ამას გავუშვით ხაზი პირველ წელს, როცა დავიწყეთ ამ კამპანიის კეთება, სახელმწიფოს ვუთხარით, რომ ეს არის სწორედაც მათი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი 40-50 წელს მიტანებული ადამიანი გაიგებს, შემთხვევით გაიგებს, რომ აქვს ჰეპატიტი, რომელსაც არ ქონია არც ამის არისკო ქცევა. არა და შემდეგ გაიგებს, რომ ეს შესაძლებელია სტომატოლოგიური კაბინეტის ბრალია. პირსინგი, გაიგებს აიდა როგორ. სრული სტერილიზაცია არ სადაა. სამი საათის განმავლობაში ვინასტერილებს ახლა ჩვენთან წარმოუდგენელია. ძვირიან სალონებშიც კი წარმოუდგენელია ამ ოჯახის წევრმა ერთმანეთს რო რაღაცა არ ვიცი, აუცილებლად ის არის საპარსის შემთხვევაში სისხლით. ანუ არა მხოლოდ დაწესებულებებს სახლში შეიძლება ცხადია, თუ არ იცი სტატუსი და ხო, ანუ რომელ ოჯახში როგორი ჰიგიენური ნორმებია ჩვენ მაგაზე, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა რა. ანუ 97 წლამდე არ არსებობდა უსაფრთხო
საფრთხო სისხლის პროგრამა, ხო? არავინ არ ვიცით, ვინ საიდან შეიძლება ყოფილიყო დაინფიცირებული და სწორედ აი ეს ამას გაუშვით ხაზი, რომ ეს ყველას ეხება და რომ კურნალობა არის სწორედ სახელმწიფოს მოვალე. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ სხვა რეალობით ვართ. არჩილის არ იყოს მოსული, პირადად არჩილს მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით. დიდი მადლობა გადაუხადო. კი ლაპარაკობს იმ 4 წაგებულ საქმეზე, მაგრამ მარტო ესეც არ ყოფილა. ნამდვილად იყო მისი მხრიდან ესეთი ნება, ძალიან ძლიერი ნება, რომელმაც შეაძლებინა ის, რომ ეს პროგრამა, მისი პროგრამა დამტკიცდა უკვე, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ამან მისცა ძალიან კარგი სტიმული იმისთვის, რომ ამ პრობლემისთვის ხელი მოეკიდა. ეს პრობლემა იმდენად დიდი ჩანდა, რომ ხელის მოკიდება ფაქტურად ძალიან რთულად წარმოსადგენელია. მაგრამ ის რომ საჯარო ახსოვებამ ამ პროგრამაზე იმუშავა და შექმნა ეს დოკუმენტი და აღმოჩნდა, რომ არც ესეთი რთული არ არის ამის განხორციელება, სწორედ ამანაც გამოიწვია ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წამოვიდა. ჩვენ მოკლედ ვიტყვი თუ კოტე შემდგრით. ჩვენ არამხოლოდ ჰეპატიტს ვძებთ ამ სამკურნალო თანხასაც. ეს არის ძალიან საინტერესო, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ფარმა კომპანიები თუ ფასს არ დაწერენ და ამას მე ვიტყვი და შენ მერე კამპანიებზე გადადი. თუ არ დაწერენ, ეს პროგრამები არ არის რეალისტური იქნება მომავალში და ჩვენ ვიცით, რომ ფარმა კომპანიები სწორედ ისეთ წამლებზე აკეთებენ ფულს და ყველაზე დიდ მარჟას ადებენ ისეთ წამლებს, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. ეს არის კანონი ფარმა ბიზნესში. ფარმა ბიზნესი არის უდიდესი ინდუსტრია, მეორე ადგილზე არის ნავთობის და გაზის მოპოვების შემდეგ და უსწრებს იარაღის ბიზნესსაც კი წარმოიდგინეთ. და რეგულირებული ინტერფერონი არის უკვე ვინტაჟი წამალი, უკვე 15 წელი არსებობს, 15 წელი აი ეს ფასი რაც უჭირავთ არის წარმოუდგენელი, ორი კომპანია არის ერთმანეთთან გარიგებული და უჭირავთ ეს ფასი. მაგრამ ეს ფასი რო ვნახოთ რამდენად არბიტრალურად არის მოგონებული, უნდა გადავხედოთ ჩვენ კამპანიაში არის ამაზე ინფორმაცია, რომ ჩვენთან თუ ღირს 15, რუსეთში ღირს 14, სადღაც უკრაინაში ღირს $12,000, ბრაზილიაში ვიეტნამში 6,000 ვაგრძელებ, 5,000 ტაილანდში და 2,000 ეგვიპტეში. ორამდე ჩადის ეს. ესე იგი ყოფილა საშუალება 15-დან. ანუ ეს ერთი და იგივე პრეპარატია. ერთი და იგივე პრეპარატია, სტანდარტული პრეპარატია, ერთი და იგივე. 25 ევროს რაღაცა ძალიან დიდი ხო არა, ესეა. კოტეს უნდა ჩავხედო და მოთხოვ პაციენტთა გაერთიანებიდან არის ეს ადამიანი, რეალურ პაციენტებს აერთიანებს თქვენი ორგანიზაცია. როგორი ამ ინფორმაციის გაგება, როდესაც პაციენტი ხარ, ამ დაავადების მატარებელი ხარ და შენ ქვეყანაში $15,000 ღირს და გებულობ, რომ სადღაც არ მისაუბრებ, ეგვიპტეში 2,000. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მეც მადლობას მოგახსენებთ, რომ საშუალება გვეძლევა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ პრობლემის შესახებ. უბრალოდ ეღანინო თქვი, რომ მართლა თავს ვაქნებით, იმიტომ დღეს რეალობა მართლა სხვანაირი არის, თუ მანამდე გვიჭერდა ძალიან ბევრი კარისტრება, ძალიან ბევრი აქტივობა, თუნდაც რაღაცა მიგვეტანა. დღესდღეობით მართლა ფორმატი შეცვლილია და მე მიხარია და მეც მინდა მადლობა ვთქვა, ჩვენ თვითონ ინფიცირებულ ადამიანებს, პაციენტებს საშუალება ჰქონდა თელ ამ პროცესებში, რადგან საჭირო საუბრობდა, იგივე ჯანდაცვის სამინისტროს რაზეც უნდა გაგრძელდეს, თავიდან ბოლომდე ჩართულები ვარ და ჩვენი თვალით ხვდებათ რეალურად რა ხდება და ჩვენი კარები არ არის დახურული, თქვა ვიღაცას ინფორმაცია არ გამოვა. ჩვენත් ამით მომსწრები და ეს რა თქმა უნდა გვახარებს და უფრო გამჭვირვალესთვის ყველა ამ მიმდინარე პროცესს. და ინფორმაცია რო გამოვაქვს ეს უკვე კარგია, მაგრამ აი ხეირი, ფასი ხეირი ის არის, რომ ჩვენ სულ ამას ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენ მივიძვით ჩვენი სიცოცხლისათვის. ეხლა ვიღაცა შეიძლება რაღაცა სამსახური ქონდეს და ეს ჩვენი არის სიცოცხლის ბრძოლა, იმიტომ რომ ეს პროცესი მართალია ნელა მიდის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიყვახარ იმ ფინალამდე, რომ მიგიყვარს იმ ძიმე დაავადება, რასაც ქვია ციროზი და ფიბროზი და ხდება გარდაცვალება. ჩვენ სულ ახალ დავკარგეთ ჩვენი კოლეგა ზუსტად ამიტომ ზურადანელია, რომელიც დაიღუპა. აი შედეგი არის ის, რომ ზუსტად როდესაც სახელმწიფო ჩაერთო, ხო? როდესაც საზოგადოება უკვე მობილიზებულია, ჩართულია, გაცილებით უფრო მარტივია ფარმა კომპანიებთან ზეწოლას დავარქვეთ, მოლაპარაკებას თუ დავარქვეთ ურთიერთობას რა. რომ მოხდეს სახელმწიფო ახდენს პირდაპირ მოლაპარაკას, ჩვენ პაციენტები ვართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს სანამ არ დაიკლეს ფასი, არ დავა იმ დონემდე, აი პადა რამდენი მაგალითი ჩამოთვალა, ხო, აბსურდული სხვაობა, ორი უკიდურესობა, $15,000 და $2,000, ხო? ამის ლოგიკის ახსნა, ჩვენ ხო გვაქვს ამ ხალხთან შეხვედრა. არანაირი ლოგიკაში არ ჟდება, ხო, შეიძლება რაღაც წახსას და გითხრას, ხო? არაფერი, ნუ იდეას ისე არ დავხარჯავთ ამას. რომ ეს რაღაცა დავაზუსტოთ, ანუ ეს ყველაფერი ქართული
კომპანიების ჩვენ წარმომადგენლობა ჩართულობა ამაში არაფერს არ ყვეს ერთი მაგალითი მოვიყვანო და იგივე სიტუაცია ქართული კომპანიების დაწესებულია ეს ბატონ სერგიოს დაუსვე შეკითხვა ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში რომ აი ლეიკემიაზე იყო ლაპარაკი და 140,000-ის თავისუფლად ვინ არეგულირებს ამ ფასს პასუხი იყო ესეთი არ ვიცი ვიღაცას ის გერმანიაში ნოლს მიუწერს წაშლის ანუ ამ დონეზეა ხო ამ შემთხვევაში საუბარი რაც უფრო ღარიბია ქვეყანა მით უფრო მაღალ ფასს ადებენ რატომ იციან რომ საშუალო ფენა ვერ ჭდება აი გუშინში 2000 რატო ამაში 1%-ია მოსახლეობის შეიძლება შეწყვეტეს და ამ 1%-დან რაც შეიძლება მეტი ფული რო ამოიღონ მთელი ანუ ჩრდილოეთ ამერიკის და ევროპის გარდა მთელი დანარჩენი მსოფლიო ამათვის არის 1%. აი როგორ შეიძლება რაღაც მაგინოდათ ჯერ ერთი ძალიან კარგია რომ სამოქალაქო საზოგადოება ამ შემთხვევაში მთავრობას ზურ ქარეს დააძლევს, იმიტომ რომ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას ვუჯდებით ძალიან პრინციპულად, აი ის ადამიანები, რომლებიც ნოლებს უწერენ ანაკლებენ გერმანიაში და სხვა ქვეყნებში, ზუსტად ის ადამიანები ივლისის თვეში უკვე მესამედ ჩამოდიან საქართველოში და სამი მინისტრი ჩაერთო უკვე ამ პროცესში, ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და საჯელახსულების მინისტრი და მიდის ძალიან ხისტი მოლაპარაკებები. ეხლა რაზე მიდის მოლაპარაკებები? მიდის ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემები, რაღის ეს მედიკამენტი და მკურნალობა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში და არ უყოფნის, ასე ვთქვათ, არგუმენტები, რომ გავიგოთ, რატო საქართველოში ღირს 15 და რატო ღირს ეგვიპტეში 2000 და ზუსტად ამ პირველ შეხვედრებზე ეს არგუმენტები პრინციპში ვერც გამოჩნდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ამიტომ ეხლა უკვე ჩამოდიან ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფებად ფასის შეცვლა და რა იქნება ხეირი ამაზე ალბათ მოგვიანებით სავარაუდოდ სექტემბრისთვის უკვე თავრობა გააკეთებს კონკრეტულ პრეზენტაციას. დიალოგი რო დაიწყო, ეს არის ალბათ თავარი დასაწყისისთვის და მე პიკეტირების შედეგად. ჩვენ გვაქვს ესეთი სლოგანი, უკავშირებთ ბრენდულ მედიკამენტებს, ბრენდირებულ, ძვირადღირებულ ტანისამოს, თქვენ იცით ხო ეს როგორ საფასო პოლიტიკა რო პირველ ახალი კოლექცია შემდეგ ასე შემდეგ. ანუ რომ ჩვენ ვამბობთ რომ ბრენდირებული მედიკამენტები, რომელიც სიცოცხლეს არ გადაარჩენენ, არ უნდა იყიდებოდეს ზუსტად ისე, როგორც ბრენდირებული ტანსაცმელი. ბრენდირებული ჩანთა მაგალითად და აქსესუარი, იმიტომ რომ მკურნალობა არ არის ფუფუნება, ლაქშერი არ არის, ხო? არ უნდა იყოს უფრო სწორედ. შესაბამისად ვამბობთ, რომ თან ისეთ წამლებს ხა წარმოიდგინეთ, რომ 5-10 წლის კოლექცია რო შემოგთავაზონ იმის ფასად, რაც წესით სულ ახალი კოლექცია ხო? ანუ ხო იწევს ეს გაბრაზებას. ჩვენ გაბრაზებულები ვართ. გაბრაზებულები ვართ. ჩვენ ვამბობთ, რომ ფარმა კომპანიის სიძუნწე კლავს და ეს არ არის მხოლოდ მოგება, რასაც ესენი ამბობენ, რომ ჩვენ კომერციული დაწესებულება და მოგებაზე ვმუშაობთ და ძვირი გვიჯდება წამლების შემუშავება, ვიცით, რომ მაქსიმუმ მილიარდი დაუჯდა ორივე კომპანიას ამ ორი წამლის შემუშავება, ერთნაირი პრეპარატია, მაგრამ ორი სხვადასხვა ბრენდია და 35 მილიარდი დოლარი უკვე ამოღებული აქვთ. და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეხა ის დროა როცა არის დიდი ფასდაკლების სეზონი და სწორედ ჩვენ კამპანიაშიც აი ამ სლოგანს ვიყენებთ და სეილია ფასდაკლების რა მიდაკითხებდი ხო არ გიცდიათ სხვა ქვეყნის თავრობებთან დაკავშირება ვის ანალოგიურ სიტუაციაში რაღაც ერთიანი ძალებით უფრო გასაგები რომ მარტო თქვენ ეხა თქვა აქტიურად რა თქვა თქვენ და ნუ ევროპული ქვეყნები რომლებიც ამოგიდგებიან ხარში ხო არ გიცდიათ ამ აქ ერთი შეკითხვა მაყეთი აკეთებაში რომ ემატება ხოლმე შეკითხვა სოფლიო ორი ფარმაკო კომპანია ამზადებს ინტერნეტს. ორი გლობალური მწარმოებელია, რომელიც თვითონვე ყველა ქვეყანაში თვითონვე ახდენს ამ მედიკამენტების გაყიდვას, დისტრიბუციას და ფასებზე მოლაპარაკებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სანამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, ძალიან საფუძვლიანად მოვემზადეთ და სამივე მინისტრი პრინციპში აი შეიარაღებულია მთელი ყველა არგუმენტით, რაც კი არსებობს ფასდაკლებისთვის დღეს მსოფლიოში. ეს არის ფასთა განსხვავებები სხვადასხვა ქვეყანაში, ეს არის დაახლოებითი მონაცემები, თქვათ ეპიდემიოლოგიური დაახლოებითი მონაცემები ბაზრის, რომელიც სხვათა შორის არ უმჯობესდება წელიწადში 100-დან მხოლოდ 100-200 ადამიანი ყიდულობს მხოლოდ თავისი ხარჯებით ამ მედიკამენტს და ბოლო წლების განმავლობაში ეს ციფრი არ იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გავრცელების მასშტაბი იზრდება, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ის ორი კომპანია ამაოდ ელოდება, რომ საქართველოში როდესმე 200,000-ვე პაციენტი თავისი ჯიბიდან იყიდის ამ მედიკამენტს. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი და ძალიან მყარი არგუმენტები, რომ ფასი დავარდეს და დაეცეს
და გვჯერა პრინციპში დღეის მდგომარეობით რომ ფასი ნამდვილად დაეცემა. თუ როგორ დაეცემა ეს ფასი, ალბათ ამაზე კიდე მოგვიწევს თქვენ გადაცემაში საუბარი, მაგრამ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკება მიდის არა მხოლოდ იმაზე, რომ ეს დაბალი ფასი მივიღოთ სასჯელო ასრულების სისტემაში. მოლაპარაკება მიდის აი ასეთი პრინციპით, რომ ფასი, რომელსაც მივიღებთ სასჯელო ასრულების სისტემაში, გავრცელდეს სამოქალაქო სექტორში საცალო გაყიდვებს. და მე დავძენ კიდე იმას, რომ საქართველოს ახლა უყურებს მთელი მსოფლიო. ანუ ეს რაც ახლა პროცესები რაც ხდება, არა ანუ შეპრეცედენტი უნდა მოვახდინოთ. ცხადია, ეგვიპტეზე მკითხეთ, განსხვავება რაში ახლა ეგვიპტეს და საქართველოს. ეგვიპტეს აქ თავისი პრეპარატი გერმანელებს გააკეთებინეს 2004 წელს გააკეთებინეს. დაიწყეს ეს პრეპარატი 2007 წლიდან უკვე გამოვიდა ბაზარზე და იმ პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შედეგად ერთ დღეში დავარდა 75% ფასი ბრენდირებული მედიკამენტები. მე ისევ დავარდა და კიდე ჩამოდის და ჩამოდის ეგვიპტეში. ჩვენ მაგაზეც მუშაობთ, ჩვენ მაგაზეც მუშაობთ, რომ ეს ეგვიპტური ბიომიმსგავსებული პრეპარატი დარეგისტრირდეს საქართველოს. იცით როგორ არის 5-10%-ის ფარგლებში არის ეფექტურობაში სხვაობა, მაგრამ ეხლა ნახეთ ბრენდირებული პრეპარატით როცა გაქვს ფიბროზის რაღაცა ხარისხზე, რომელიღაც გენოტიპში 30-40% შანსი იმ ბრენდირებულით. ხა 40 გექნება თუ 38 გექნება შანსი, როცა იცი რომ ან მოკვდები, ან ხვდები. ამიტომ ჩვენთვის გავარია რომ ამ კომპანიამ დაადასტუროს უსაფრთხოების მონაცემები ამ პრეპარატის და უკვე 7 წელი ეგვიპტეში 10,000-ობით ადამიანმა იმკურნალა და არავინ გვერდითი მოვლენის შედეგად არაფერი ისეთი სერიოზული არ დამარცხდა. ჩვენ დილემის წინაშე რა თქმა უნდა ვდგავართ, ანუ ჩვენ არ გვინდა რომ უხარისხო რაღაც დარეგისტრირდეს, მაგრამ სამაგიეროდ ვაცნობიერებთ რომ ეს თუ არ დარეგისტრირდა, რაღაცა ლიმიტი სახელმწიფოსაც მივა რაღაც ლიმიტამდე, რომლის ქვემოთაც ვეღარ ჩამოვიყვანს. ასე შეიძლება ძალიან შკარა მივა სახელმწიფოს ლიმიტი, როგორც არ უნდა უნდოდეს, მაინც რაღაცა გრაფიკი არსებობს, ხო, რომელიც ალბათ გნებავთ რომ გააშლოთ, რომ შემოგიერთდეთ, ხო, ადამიანები აი ამ პიკეტირების ესე ვთქვათ პროცესში. ჩვენ უკვე მე-3 წელიწადია ვატარებთ კამპანიას ნაციონალურ დონეზე, წელს უბრალოდ კიდევ უფრო მასშტაბურია იმ კუთხით, რომ ძირითადად ჩვენი ფოკუსირება ხდებოდა ხოლმე 28 ივლისს, კონკრეტულად ჰეპატიტების საერთაშორისო დღეს აღვნიშნავდით. ამ წელს გვაქვს კვირეული, ეგრეთ წოდებული კვირეული, თელი კვირის განმავლობაში გვექნება აქტიურობა, დღესო ჩვენ წახავართ ეს გარკვეულწილად ეს არის გაგოწევია ძალიან დიდი აქტიურობა არის, როდესაც ინფორმაცია კიდევ ერთხელ იღებს მოსახლეობა ინფორმაციას ამის შესახებ, ამავე დროს ჩვენ გვექნება გვალიმაგიდა პარასკევს, სადაც მოწვეული იქნებიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო სექტორის და ამ სფეროში დაინტერესებული ადამიანები, თუ კიდე როგორ იგეგმება და რა მოხდება, სადაც ასეთ ინფორმაციას მივაწვით. ამავე დროს შემდეგ უკვე ვიწყებთ ტურნეს ეგრეთ წოდებულს, ჩვენ რეგიონებში გავალთ, დავიწყებთ თბილისიდან, ჩავდივართ გორში, ჩავდივართ ქუთაისში, ზუგდიდში, ვასრულებთ ბათუმში გვინდა რომ იყოს მასშტაბური მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზუსტად ბათუმში არის გასული და გვინდა რომ ინფორმირება იქ მოვახდინოთ, იმიტომ იქ არიან ჩამოსული ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და იქ აგრეთვე ჩავატარებთ აქციას, საინფორმაციო აქციას, გავაკეთებთ კონცერტს და ზოგადად კიდევ ეს ერთხელ კიდევ იქნება ბიჭონერიცში 28 საღამოს 8 საათზე ამბანის კოშკთან იქნება ძალიან მაგარი კონცერტი. ეხლა რაც შევიცით და შეგვიძლია ვთქვათ, ქართველობას ასურველი. ჯანგი დაუკრავს და კიდ ჯიზესი დაუკრავს, ეს რაც ნამდვილად ვიცით, დანარჩენ არტისტებს მე შემდეგ ნელ-ნელა დავაანონსებ. და მინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი ეს ადამიანებიც, რომლებიც ამ კონცერტში იღებენ მონაწილეობას, ვინ ჩართულები არიან, მართლაც გასნობიერებულია თუ რამხელა პრობლემა არის, რომ ეს არის ადამიანების სიცოცხლის სათავეში და ამიტომ ყველანაირად გულში გვიდიან და მოდიან. ერთი შეხედვით არაფერი არ არის, მხოლოდ რაღაცა ფასის ძალიან დიდი პრობლემა საკმაოდ ბიუჯეტს უკავშირდება და მნიშვნელოვანია რომ ესე არ გავიგოთ რომ ეს არ არის ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცვლილება. ამის გარდა თქვათ იგივე სასჯელო ასრულების სისტემა წლის ბოლოს შეხვდება 3 თანამედროვე საავადმყოფოთი განახლებული პერსონალით. დავხურეთ უბრალოდ ჩვენი სისტემის ბასტილია, პირველი საპრობილე, რომელიც წლების განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო. მოხდება გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ხელფასები, სიკვდილობა შემცირდა 5-ჯერ სასჯელო ასრულების სისტემაში. ანუ ბევრი ცვლილებებია და ამ ფონზე აი ეს ჰეპატიტის პროგრამაც არის ერთ-ერთი წარმატებული კამპანიის ყველაზე მთავარი კომპონენტი არის რომ გჯეროდეს ის რაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელია.
სწორედ 3 წლის წინ ჩვენ როცა ვიწყებდით, ნამდვილად ვერ დავიჯერებდით, რომ აი ახლა აი ამ შემადგენლობით აქ ვისხდებოდით და ვილაპარაკებდით იმაზე, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე ერთმშვენი ერთ დღეს მიიღებს აი ამ კურნალობას და ამაში თქვენი ძალიან დიდი წვლილიც არის ნამდვილად. ის რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. და ჩვენ ვჯერა რომ დინამო მოხდება ჩემპიონთა ლიგის დინამო არ ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ თქვენი შემდეგი სტუმრობა ოპტიმისტური ინფორმაციით იყოს გაჯერებული. სამედიცინო ასე ვთქვათ ნაწილი სხვა დღეში თავდება და მუსიკალური ნაწილი გელოდებით რეკლამის. რა ხანდა მოვიდეთ ამ